შემოგვერთდა ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკი. დილამშვიდობის მამ დავით, გმადლობთ მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა კეთილო, მადლობა თქვენ მოწვევისათვის. თქვენს მოგილოცავდა სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანს, აი ამ ორ დღესასწაულთა ერთობას, 12 მოციქულისა და მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს მრავალჟამიერ. მამ დავით, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის თემა შეეხება სწორედ მოციქულებს, თუ როგორ მოხდა 12 მოციქულის გამორჩევა, რა ნიშან-თვისებებით გამოარჩია უფალმა და ზოგადად მათი მისიის შესახებ რომ ვისაუბროთ, თუ რა დაეკისრათ მათ ამ გამორჩევის შემდეგ. კეთილი. მოკლედ როგორც 12 მოციქულს, ასევე თითოეული ადამიანის ამ ქვეყნის მოვლენების შინაარსი მნიშვნელობა მოწოდება და ცხოვრების აზრი არის ვის მიერაც იქნა შემოყვანილი, მე თვითონ მივიდეს მასთან. ანუ ჩვენ ამას ვეძახით 8 წელი დედამიწაზე ცხონებისათვის. და სწორედ მაცხოვარმა თავისი საზოგადოებრივი მსახურების პერიოდში გამოირჩია ადამიანები, რომელთაც მიეცათ როგორც პატივი, ვალდებულება, ასევე დავალება იმისა, რომ ყოველივე კარგად აიხსომათ და ესწავლათ, რათა მათაც ისევე ეკადაგათ, ეჩვენებინათ და ესწავლებინათ ადამიანებისათვის ის, რაც თვითონ მათ იხილეს. ამიტომაც თავშივე ვიტყვი, როგორ ეუბნება მაცხოვარი მათ ბოლოს წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი, დანათელცემდით მათ სახელითა მამისა და დადისა და სულისა წმინდისათა და ასწავებდით ყოველივე რაოდენი გამცენ თქვენ. აი ეს დანიშნულება და მნიშვნელობა. ხოლო რაც შეეხება 12 მოციქულს, ვინები იყვნენ ესენი? უბრალო ადამიანები, როგორც თითოეული ჩვენთაგანი. გამოირჩეოდა სულ რამოდენიმე მაგალითად მათ ეს ჰქონდა ცოტა საშუალება და თანამდებობა სამსახური ვიდრე სხვა დანარჩენებს. იმ ეპოქის ადამიანები ძირითადად აი ეს ზღვისპირეთში იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მეთევზეობით დაკავებულნი. და ესენი იყვნენ პეტრე და მისი ძმა ანდრია, იაკობ და იოანე, მისი ძმა ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე, იაკობ ალფესი, იუდა იაკობისი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. და აქვე დაავზენ, რომ ეს საკრალულობა ეს 12, რომელზეც ჯვლა ხმაში იღებს ჯერ კიდევ, ესე რომ ვთქვათ, სახეს იძენს 12, იაკობი 12 ძისა, ისრაელის 12 ტომისა და მრავალი ეს რიცხვის საკრალულობა რამე თუ ეს მნიშვნელოვანია, როდესაც იუდამ შიშთვილება, ანუ თავი ჩამოიხრჩო, სიკვდილით დაასრულა მისი ცხოვრება, მოციქულებმა ეს მაცხოვრის მიერ დადგენილი ეს 12 საკრალულობა აღადგენეს რამე თუ გამოირჩიეს ორი მოწაფეთაგანი ბარნაბა და მატათა და ლოცვის შემდგომ ეს კენჭისყრა როგორც იყო ესე რომ ვთქვათ წილისყრა უბრალოდ წილად ერგო მატათას და ეს ისევ სრულყოფილი იქნა ეს 12. როგორც საკრალური ციფრები ჩვენ ხვდება არაერთგზის ათეულობით ხვდება რიცხვი 12, ასევე 3, მამის ძიძას სულის ერთობა, 3 ანგელოზის სახით, ფერისვალებისა 3 მოციქულის სახით და ასევე ციფრი 8 მარადიულობის სიმბოლო, სახე-სიმბოლო, რომელსაც დასაწყისი და დასასრული არ აქვს. მამ დავით, თავისთავად 12 მოციქულის შესახებ ფიზიკურად ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენი საეთერო დრო არ გვეყოფა ამისთვის, მაგრამ მოდით გამოვარჩიოთ რამდენიმე მათგანი, რომელზე გამოვხვილებთ ყურადღებას და ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე. კეთილი. პირველი და აუცილებლად მინდა შევეხო და ვისაუბროთ პეტრე მოციქულის ცხოვრებაზე. რამე თუ მისი ცხოვრება თითქოს ორი სხვადასხვა მხარით არის წარმორჩენილი. და ამავდროულად მინდა ვისაუბრო პეტრე მოციქულზე, რომ რატო დადგინდა ეს მოციქულთა თავად? რა უპირატესობები ჰქონდა მას? და შეიძლება მსვენელმა დასვას ის შეკითხვა, რომ რამდენად კანონზომიერია, რომ მას გაუგია, რომ პეტრემ მაცხოვარი უარყო. და როგორ შეიძლება დადგინდეს მოციქულთა თავად პიროვნება, რომელსაც მაცხოვარი 3 გზის უარყო და არა 1 გზის. რა შემთხვევაა აქ ადგილი? ნახეთ, პეტრე აი საოცრად უყვარს პეტრეს მაცხოვარი. რამე თუ პეტრეს მეიცა ის მადლი, რომელიც პირველი მოციქულთა შორის აღთის მეტყოლ და როდესაც მაცხოვარი მას ეუბნება, მე ვინ მგონი ვარ ხალხს
და პასუხობენ მას მოციქულები, რომ ზოგს წინასწარმეტყველი, ზოგს მესია, ზოგს მოციქულა. შენ ვინ გონი ვარ მიმართავს პეტრე და პეტრე საუბრობს, პეტრე პასუხს მიუგებს. შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა. და მაცხოვარი ისევ პასუხად მიუგებს, რომ ეს არა სულთა და ხორთა შენ გამოგეცხადეს, არამედ მამამ ზეციერმან. ნახეთ, პეტრე არ საუბრობს იმაზე, რომ შენ სასწაულმოქმედი ხარ, შენ იესო ხარ, არამედ შენ განკაცებული მამა, ანუ მამაზე საუბრობს უკვე პეტრე. და პეტრე ის მოციქულია, რომელიც მაცხოვარს ეუბნება, რომ სიცოცხლის ფასად მასთან ერთად იქნება სულ, ვიდრე მოსიკვდიმდე. ანუ მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილ შეუძლია პეტრეს სხეული მაცხოვართან ერთობას დააშოროს. და რა ხდება მომავალში? ასეთი გუმხურვალი მოციქული, ასეთი მოყვარული ქრისტესი, როდესაც ადამიანური შიში მას დაეცემა, როდესაც მაცხოვარს შეიპყრობენ, რომელიც სხვა მოციქულებთან ერთად მხედველია აი ამ დევნისა, ამ წამებისა, ამ შევიწროებისა, სამგზის უარყოფს მას. როდესაც იტყვის, რომ არ იცნობდა მაცხოვარს. და მაცხოვარმა ამის შესახებ მას ოდითგანვე ადრევე აუწყა, რომ ვიდრე ქათმის ხმობამდე, ანუ გამთენიისას ქათმის ყივილამდე სამგზის უარყოფ მე. და რა ხდება პეტრეს ცხოვრებაში? რას გვასწავლის ეს? ადამიანის გონება სისავსე აქვს თითქოს პეტრეს სარწმუნოებისა, რასაც უყურებს, რაც ესმის. მაგრამ ნახეთ, სარწმუნოების სისავსეს მოითხოვს ასევე სული, გული, სიმტკიცეს მოითხოვს, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. ხნე იყვენი და განძლიერდით, მტკიცედი დექით სარწმუნოებასა ზედა. ანუ ჩვენ ადამიანებს გმართებს, რომ არა მარტო გონებით შევიმეცნოთ ქრისტე, ეს უპირობოდ უნდა ვიცოდეთ, ვინ გვიყვარს, რატო გვიყვარს, მაგრამ ჩვენი გულიც უნდა იყოს სავსე რწმენით, რომ ჩვენ აი ამ სიყვარულისთვის, რაც გონებაში გვაქვს, რას აღვასრულებთ. აი ეს არის უმთავრესი. და აი ეს ნაკლებობა აქვს მოციქულებს. სხვა გზის ერთხელ მაცხოვარი მიმართავს, რომ მცირედ მორწმუნენო ესე მიართავს. თქვენ თას რო უბრძანოთ ის დაგემორჩილებათო, მაგრამ დოგვის მარცვლს ოდენარ რწმენა არ აგაქვს. არაფერი არ აგაქვსო, კი არ ეუბნებათ მაცხოვარი. უიმედო მდგომარეობაში კი არტო ის, მაგრამ თქვენგან ძალიან მცირედი, რომელიც აუცილებლად გაიზარდოს. და პეტრე ატირდა მწარედ. ნახეთ, მწარედ ტირილი სულ სხვა. არ წირია რომ მარტო ატირდა. აქვითინდა პეტრე და პეტრეს ტირილი არ იყო ერთჯერადი. პეტრეს ტირილი მისი ცხოვრების ამოწერილი ბრძანებს, რომ ყოველი ქათმის ხმობამდე ახსენდებოდა პეტრეს. რა ხდება პეტრეს ცხოვრებაში? სინანული არა ერთხელ, არა იმ დროს, არა იმ კონკრეტულ მოცემულ მომენტში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. და გულთამხილველია უფალი. და ნახეთ, მოციქულთა შორის პირველი პეტრეს ეცხადება. ხოლო დედებს როცა საფლავთან გამოეცხადებათ, ნახეთ რაც ეუბნება, წადი და უთხართ მოწაფეთა და პეტრეს, ამას აყოლე, განსაკუთრებულად უთხარით პეტრეს. და როდესაც პეტრეს გამოეცხადება მაცხოვარი, ნახე რას მიმართავს, როგორ მიმართავს მას, პეტრე გიყვარმეა, ეკითხება მას. საოცარია უფალმა ისედაც იცის, პეტრე შეეძლო ეთქვა, როგორ არის უფალო მე რომ მიყვარხარ, არა, ეჭვი არ შეაქვს პეტრეს მაცხოვრის ყოვლიცოდნეობაში. შენ ყოველივე იცი უფალო რამე თუ მიყვარ შენ, მაშინ დამწყსე ცხოვარნით ჩემნი. და კიდევ მეორედ მიმართავს გიყვარმეა, მაშინ აძოვე ცხოვარნით ჩემნი. კიდე რომ მესამე ერთად მიმართავს, რომ გიყვარ მე, თითქოს პეტრე საუბრობს, შეწუხდა პეტრე და უფალო შენ ყოველივე იცი და ყოველივე უწყი, ყოველივე და არა რაც მეხება მე. და ისევ მაცხოვარი პასუხობს. მამები ამბობენ, რომ რა აუცილებელი იყო ამისი სამგზის მიმართვა, ვის სჭირდებოდა ამის გამტკიცება, მაგრამ ნახეთ, ის სამგზის უარყოფა პეტრეს მიერ მაცხოვრისა, აი ამ სამგზის დამტკიცებით, სამგზის აღიარებით ქრისტეს ყოვლის შემძლეობისა, მოყვარულობისა და ასე შემდგომ, თითქოს ესე რომ ვთქვა, ბათილდება, ანულირდება და უფრო ზედმეტადაც კი. აი ეს სჭირდება ადამიანს ყველაზე მთავარი სინანული, რომ მე მიიღოს ის მადლი. საზომისებრ ნიჭისა ადამიანს მიეცემაო მადლის სულისეწმინდისა. არავისთვის არ ენანება უფალს, მაგრამ ადამიანი რაც უფრო იღწვის, მით უფრო მეტი მიეცემა. ძალიან მატერიალურად თქვა, თუ ადამიანს უნდა რომ შემეცნებაში წარემართოს, ბევრი უნდა იმეცადინოს. თუ ბევრს შრომობს, მოსავალიც ბევრი ექნება. თუ ბევრს იღწვის ადამიანი, რა თქმა უნდა, მადლიც მეტი ექნება. ამდენად დიდია პეტრეს სინანული, რომ ის მეგრე მიეცა მას ბჭენი, კლიტენი მიეცა მას 60-ისანი ესე
დააგვირგვინებს და დააჯილდოვებს უფალი მის სინანულს. ეს კიდევ ერთხელ მაგალითია იმისა, რომ ადამიანი, რომელიც თქვათ, იგივე აღზარებაში თავის ცოდვას აღიარებს, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გვახსოვდეს ჩვენ და გარკვეული სინანული უნდა გაგვაჩნდეს შესაბამისად იმისა, რომ შემდგომ ისევ არ გავიმეოროთ იგივე ცოდვა და მოგვეტევოს ნამდვილად. ანუ ეს მხოლოდ რაღაც ლიტონის სიტყვები არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხომ, არამედ გულმხურვალედ უნდა იყოს გულიდან წამოსული ეს აღზარება, როგორც პეტრე მოინანია თავისი წარე ტირილითა და ქვითინით მთელი ცხოვრების განმავლობაში. დიახ, ეთილო, სწორად ბრძანეთ, გულმხურვალე უნდა იყოს ჩვენი ლოცვა და სინანულის სისავსეთ ჩვენი აღზარება. რა არის აღზარება? პირველი საკუთარი ცოდვების განცდა, მერე ამისი აღიარება, მარტო შე რო განიცდი და სახლში რომ ხარ არა და არც ის არ არის საკმარისი რომ მოხვიდე ტაძარში და სანთელი დაანთო მხოლოდ და უფალს პირადად ესაუბრო, მონოლოგი ქონდეს უფალთან, არამედ ამის აღიარება ღვთის მიერ დადგენილ ადამიანთან, ის ჯაჭვი რომელიც მოციქულებიდან დღემდე მოვდის მღვდელმსახურებს გულისხმობ, რომ მის წინაშე აღიარო ეს, რომ დიალოგი ღმერთთან აღზარების საშუალებით ქონდეს, რომ ჯეროდეს და გწამდეს, რომ საღვთო ნებას გეტყვის შენი მოძღვარი, აი ამ წმენით უნდა მიხვიდე და მესამე პირობა არის აღზარება, რომ შენ ამ ცოდვებს დაუწყებს ბრძოლას. ხვალიდან არ გავაკეთებ, ჩვენ არ შეგვიძლია. პეტრემ თქვა, სიკვდილამდე, მაგრამ ნახეთ, დაეცა. მე ვეცდები უფალო პირობას ვდებ, ეს არის აღზარება, მე რომ ამ ცოდვებს დაუწყებ ბრძოლას და თუ ებრძვი ღმერთით, ჯერ აუცილებლად შეასუსტებ. მე აუცილებლად მას აღმოფხრი, ანუ ესე რომ თქვა, გააქრობ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, მამები ამბობენ აღზარება, იგივე ნათლისღებაა. იქ წყლით ვინათლები და აქ ცრემლით. ამ ცრემლამდე უნდა მივიდეს ადამიანი. შეიძლება კონკრეტულ მომენტში ჩვენ ვერ ვტირივართ, მაგრამ განსწის პერიოდში, როდესაც ჩვენ ეს სახლში განვიცადეთ და სანამ აღზარებაზე მივალთ მეორე მესამე დღეს, იქ ცრემლის დონეზე იმდენად უნდა შეგვაწუხო, შეიძლება ხა მართლა ვიზუალურად არ წამოვიდეს ეს ცრემლი, მაგრამ გულთან ხილველია უფალი. ვიღაცა შეუძლია ძალიან მარტივად იტიროს. აი როგორც ბავშვი შეუძლია იტიროს, ოღონდ მშობელი არ გაუბრაზდეს და თუნდაც წყვილზე იტიროს. ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჯერ გავიაზროთ და ეს გააზრება მე ჩავიტანოთ გულში. და აუცილებლად მინდა შევეხო იუდას ხოვრებას. აი რაღაც სინანულთან მივედით. ნახეთ, იუდა ამ მოციქულებშიც კიდე გამოირჩევა. ყველაზე საპასუხისმგებლო სანდობა მიეცა მას, რომ ეს მოციქულების მიერ, ხალხის მიერ შემოწირული, გააღებული შესაწირი, აი ამის გამკარგველი იყო ღმერთით, რა თქმა უნდა, იუდა. ანუ მას ებარა ეს საფასე. მაგრამ ნახეთ, შური რა შვება ადამიანს და ვერცხლის მოყარეობა რა შვება ადამიანს. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ხლა იუდამ როცა გაასცა მაცხოვარი, ყველაზე მეტი კი არ მიეცა, თანასწორად მიეცა მადლით. ისიც იგივეს ხედავდა, ისიც იგივეს უსმენდა და ისიც თანამონაწილე იყო იმ საიდუმლო ცერობისა, იმანაც ის საღვთო მადლი, ზიარებისა მიიღო, რაც სხვა მოციქულებმა, მაგრამ ნახეთ რა ხდება, მასში ეს სინანული პიროვნული სინანული, რომ მან მართალი კაცის სისხლი გასცა და მისი ცხოვრება მივიდა იმ ადამიანებთან და მიუბრუნა ის 30 ვერცხლი და სხვა, რომ მართალი კაცს ესე რომ ვთქვათ უღალატა. მაგრამ ნახეთ, ეს იგივეს გავს, რაც წეღავ თქვი, სინანულს რო სახში განიცდი და არ მოდიხარ ან იმ ადამიანის წინაშე, ან ღვთის წინაშე, ვისაც აწყენინე. და თუ ის ოჯახის წევრი, მშობელი, მეგობარი, გულდაწყვეტილი ზიის სახლში, რომელსაც შენ ან შეურაცხყოფა მიაყენე, ან ცილი დასწამე და შენ წაბრძანდები ტაძარში, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ყდა სანთელი დაანთე, ის რო ტირის იმას ვინ დაუამებს. ამიტომ მას სჭირდება შენი მისვლა, იმიტომ რომ შენ უნდა უწამლო იმას, ვის შენ თვითონ მიაყენე ტკივილი. ამიტომ მიუდა ვერ გაიზარდა ამ სინანულში. არ მოვიდა მაცხოვართან. არ ითხოვა პატიება მის წინაშე, არც მისი საძმოს, მისი მეგობრების წინაშე და ხედავთ სად მიიყვანა მერე შურმა და აი ამ სიბნელე. ასე რომ თითოეულ ადამიანს აქვს საშუალება იმისა, რომ არ არის ცოდვა ხას უსვავ. არ არსებობს სამყაროში ადამიანმა აღასრულოს ცოდვა, რომელსაც სინანულის შემდგომ ღვთისმოწყალება არ აღემატებოდეს. ამიტომ ბრძანებს უფალი მოვედი ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთ მძიმენი და პოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა. და თომაშის სახებინდა კიდევ თქვა, ნახე თომაზე ვამბობ ურწმუნო. როგორ არის ურწმუნო თომაზი? იმდენად უყვარს მაცხოვარი, რომ მისი დანახვა იმდენად წყურია, რომ ბრძანებს, რომ სანამ არ ვიხილავ, არ ვირწმუნებ, სანამ თიც არ შევახებ, სანამ არ ვიხილავ იმ ფერს, შუბით ნაგმირავს. და როდესაც მაცხოვარი მეორედ გამოეცხადება მოწაფეებს, რომელიც სახლში ერთად იყვნენ, ეუბნება თომას, მოდი, ხელი შემახე, თითი დაასდევ.
მაგრამ თომა კი არ ამოწმებს ამას და კი არ აკონტროლებს მისი ხილველი, აი ამ სიყვარულისა, მისი სურვილის, მისი ოცნების, აღსრულების წამებია და რასამოს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აბა სად არის თომას ურწმუნოება? ხედავთ, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესე, რომ ადამიანი ზესიხარულით შეიძლება ისეთი რამე გამოხატოს, რომელშიც შეიძლება ვიღაცა მეჭვი შეიტანოს. მაგრამ ეჭვშისტანი ნამდვილად თომა მოციქული ცხოვრებაში არ არის. და უამრავი მოციქული ცხოვრება, ხაზი მინდა გაუსვა, რომ ყველა მოციქული ცხოვრება გარდა იონე მახარებლისა, წამებით, სიკვდილით, თავის კვეთით, დევნით, ჩუბის განგმირით აღესრულა გარდა იონე ღვთისმეტყველისა, რომელიც თავისი ცხოვრებით მიიცვალა და მისი უკანასკნელი სიტყვებია გიყვარდეთ ერთმანეთი. და ჩვენც ეს უნდა ვისწავლოთ. და მოციქულებს მაცხოვარმა უთხრა, რომ ჯერ იერუსალიმში დაარჩით, სანამ სულიწმინდის მადლი არ მოვა თქვენზე. ნახეთ ადამიანებს როგორ ჭირდება სულიწმინდის მადლი, რომ მერე წავიდნენ, მონათლონ და ასწავლონ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ჩვენ ადამიანები ჯერ ვაჩვენოთ და მერე ვასწავლოთ. აი როგორც პატარა ბავშვი, როდესაც ბავშვი სკოლაში მედის პირველ კლასში, მას რო პირდაპირ ფიზიკის, ქიმიის წიგნი აჩვენო, ის მეორე დღე შეიძლება აღარ მოვიდეს სკოლაში. მაგრამ ნახეთ, პირველი კლასის წიგნები ჯერ ნახატებია, სურათები. მეიცნო დედა, მამა, რაღაც ესე რო თქვა, ქალი, მამაკაცი, ბურთი, რაღაცა მდინარე, წყალი, 1000 რამე ნახა მან, რაც მის ცხოვრებაში ყოფილა. ეს უკვე მისი საყვარელია, მოსეწონია. და შემდგომ იწყება ანბანის სწავლა, რომელიც კითხვითი ფორმა არის საშუალება იმისა, რომ წაიგითხოს ის რასაც ხედავს. უყვარდება. ესე ბრძნულად შეეპარება მას ეს სწავლებები. ესე უნდა იყოს ქრისტიანობაში, როცა ადამიანი მომა დედა ეკლესიაში უნდა ხედავდეს, რომ ჩვენ დამსახურებს მრევლს თითოეულ ჩვენთაგანს, ეკლესიის წევრი, როგორ ვემსახურებით უფალს, როგორ ვზრუნავ და ვუვლით ჩვენს ტაძარს უფლის საღლზე და ერთმანეთზე, რომ მერე დაიწყოს ამ ადამიანმა შემეცნება და შესწავლა იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ამიტომ უთხრა, ჯერ ასწავლეთ, აჩვენეთ და მერე ნათლს ეცი და ნათლისღება არ არის მარტო წყლის დასხმა. ნათლისღება არის შემეცნება ნათლის, ესე რომ ვთქვათ, მიღება. და ხოლმე ტაძარში გვევალება ჩვენ ამ პოლაწესის აღსრულება და მოწიწება უფლის მიმართ, არამედ ტაძრიდან გამოსულს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ ვინაიდან სხვა მიცის, რომ შენ ხარ მრევლი, შენ ხარ ტაძრის შვილი, ასე ვთქვათ, უფლის შვილი, შესაბამისად მეტი მოგვეთხოვება, რომ მათთვის სამაგალითონი ვიყოთ, რომ არაერთი მოექცეს შემდგომ და გაუჩნდეს სურვილი ტაძარში მოსვლა. თავისთავად ეს მადლი არ უნდა დავკარგოთ, რომელიც ჩვენ მივიღეთ წირვა-ლოცვაზე. და ამავდროულად ჩვენ მივიღეთ ის პასუხისმგებლობა. გავაგზავნეთ თქვენ საუბარს. ის იქ იყვნენ მოციქულები და რა ჩვენ. სწორედ ჩვენ ვართ ადამიანები, ყველა ეპოქის ადამიანები, ვინც არიან შვილები მოციქულებისა. და დადგება დრო და ჟამი ჩვენ ხვდებით მე ის მოციქულები, ვინც უნდა განვსწავლოთ, ვაჩვენოთ ის ადამიანი, ვინც ჩვენ შემდგომ თაობაში მოდის. აი ეს არის ჩვენი ვალდებულება, ეს არის უწყვეტი ჯაჭვი. ესეთ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. ეს არა მარტო მათ, არამედ თითოეულ ჩვენთან გასგვევალება, რომ ჩვენი საქმეებიდან გამომდინარე, მეტყველებით არა მარტო და რაც გონებაში გვაქვს, მოგეცრავთ, არამედ რაც ჩვენი საქმედ გამოვლინდება, ჩვენი გული, რითიც არის სავსე, იმას ჩვენ მოღვაწეობით, რომ ამით ის მამაზეცათა ადიდონ. და დღევანდელ დღეს შევეხოთ პავლე მოციქულს. რა თქმა უნდა, აუცილებლად. უკაცრავად დროში ვამბობთ ხოლმე თითქოს რომ ადამიანი არ იცვლება და ამ დროს რეალურად სავლე სწორედ ამის მაგალითი არის თუ როგორ იქცა შემდგომ პავლეც და როგორ რა გზა განიარა და როგორი გარდატეხა მოხდა მასში და ზოგადად იმასაც დავძენ მამდავით რომ გვჩვევია ხოლმე ადამიანებს თუ ვიღაცას დავინახავთ ვიზეც ინფორმაცია გვაქვს რომ რაღაც არასწორი ქმედება ჩაიდინა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იმ ადამიანს შევახსენოთ თუ არა ყოველ შემთხვევაში დამოკიდებულებით მაინც ვაგრძნობინოთ რომ აი შენ ეს ჩადენილი და ასე შემდეგ და ამ დროს შეიძლება სწორედ ისეთი სინანული გააჩნდა იმ ადამიანს რომ უფალმილი როგორც გულთამხილველი შეინდო შეიწყალა და შესაბამისად ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მასზე ესე ცუდ საუბარს ასე ვთქვა და ცუდ დამოკიდებულებას და ამ დროს ჩვენ ვზიანდებით კიდევ უფრო მეტად თავისთავად. კეთილი, პირველ რიგში გარდატეხა საინტერესო როგორ მოხდა. არა მას, არამედ ჩვენ გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენი შეცოდებები და სხვისი შეცოდებებიც, რომ ჩვენ არ ჩავიდინოთ და არ გავიმეოროთ იგი. და რა ხდება პავლე მოციქულის ცხოვრებაში? დაიყვნენ უკანანი წინ. ნახეთ, პავლე არის გულმხურვალი, რჩეული ჭურჭელი. ის რასაც ემსახურება გამალიელის ფეხთან გაზრდილი ადამიანი, მას ემსახურება სიწმინდით. ამიტომ არის რჩეული ჭურჭელი. და როდესაც მას, რომ ქრისტიანებს დევნიდა და გაიგო, რომ ქრისტიანები იკრიბებდნენ დამასკოში და
მიემგზავრება იქ რათა ისინი შეიპყრონ დაატყვევოს მაცხოვარი ეცხადება მას და ეუბნება საულ სავლე რატომ დევნი მე და ვინ ხარ შენ კი არ ეუბნება მე ვარ ღმერთი რამე თუ პავლე ეტყოდა მე რო ღმერთს ვეთაყვანიცემდი ის ახარ შენ თუ სხვა ღმერთი სხვა უამრავი ღმერთი ვიცი არა მე ვარ ის ვისაც შენ დევნი შენ დევნი სიმართლეს შენ დევნი ჭეშმარიტებას შენ დევნი სიწმინდეს და ასე შემდგომ და მე თვალთ დაუბნელდა ისედაც სიბნელეში იყო სულიერი და აქ უკვე მატერიალური პრობლემა ეწყება პავლეს ნუ რომელიც მე განიკურნება და ხდება უკვე პავლე მოციქული სავლე იქცევა პავლედ და რა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ირჩევ ჭეშმარიტებას და მე იგივე მოღვაწეობა იგივე მოშურნეობა იგივე გულწრფელობა იგივე ბოლომდე თავდადება რაც მას ქრისტიანების წინააღმდეგ ჰქონდა ეხლა ქრისტიანობის დასაცავა დააქვს და ეხლა უხადაგებს იმად ქრისტიანობას ვისაც ის დევნიდა და ეხლა ამხელს იმ ადამიანებს ვისი თანამონაწილე ესე რომ ვთქვათ პავლე მოციქული იყო უამრავი სწავლება როგორც პეტრე მოციქულმა 2 ეპისტოლე პავლემ 14 ეპისტოლე დაგვიტოვა სასწავლებად საჩვენებლად მისი მოგზაურობა მისი ღვაწლი და რატომ არის დადგინებული მოციქულთა თავად გამორჩეულად ნაწამები გამორჩეულად ნაღვაწები გამორჩეულად თითქოს ეს გამოსასყიდი ასევე მისი წარსული ცხოვრებისა უფალმან დაუშვა მასზე მაგრამ პავლეს ყოველივე პავლე ატარებს მორჩილებით სიყვარულით და ამავდროულად სიხარულით რამე თუ იცის მან ეს რატო დაუშვა უფალმა მასზე როგორც იობი მრავალნებული ასე რომ ჩვენ თლიანობაში მოციქულთა ცხოვრება მარტო იმას კი არ უნდა გვახსენებდეს რომ რა მოხდა მაშინ ჩვენ რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ვინები ვარ ჩვენ ვართ მომავალი თაობა იმ ჩვენი მართლმადიდებლური წინაპრებისა და თუ ჩვენი ხორციელი წინაპრები გვიამაყებიან რომ ჩვენი სამშობლო სარწმუნება შეგვინარჩუნოს ასევე თუნდაც ეს სულიერი წინაპრობა მართლმადიდებლობისა ჩვენი სიამაყე უნდა იყოს და უნდა დავიცვათ დღევანდელ დღეს არის 12 მოციქულის ხსენება ვის სახელზე აგებული არის საქართველოში ტაძართა დედა ეგრეთ წოდებული სვეტიცხოველი რომელიც არის სავანე საუნჯე და ესე რომ ვთქვათ საკრძალავი უდიდესი სიწმინდეებისა მაცხოვრის კვართისა წმინდა ელიას ხალენისა და განსასვენებელი დიდთა მეფეთა ჩვენთა ამიტომ ეს ჩვენი ახალი ესე რომ ვთქვათ ჩვენი იერუსალემია და ჩვენ გვმართებს დაფიქრება იმაზე როგორი ქრისტეს მერი სიყვარული, სამშობლოს ერთგულების ფასად ეს მე-4 საუკუნეში დაწყებული ამ ტაძრის ამხშენებლობა დღემდე როგორ გამშვენებულია და უამრავი ბრძოლა სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ დაპყრობა გადაუტანია ჩვენ ერს, მაგრამ ნახეთ ისინი ეტლებითა და ხუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისაითა, როგორც იყო დავითის დროს, ესევე ხდება ესევე იყო საქართველოს ისტორიაში და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ამას გაუბრთხილდეთ ეს შევინარჩუნოთ სხვა უფლება ჩვენ არა გვაქვს მინიმუმ იმის უფლება არა გვაქვს რომ რამე მოვაკლოთ მას და ამავდროულად გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება მტკიცე რგოლი ვიყოთ ჩვენს წინა წარსულ თაობასა და ჩვენ მომავალ თაობას შორის და უფალმა შეგვაძლებინოს ეს ყველაზე ერთობით რომ ურთიერთ სიმძიმე ვიტვირთოთ ურთიერთ სიხარული გავითავისოთ რომ ეს დღესასწაული მარტო იმით არ გვიხაროდეს რომ აი დღესასწაულია კალენდრული დღესასწაული კი არ არის ჩემ გულში არის დღესასწაული ჩემი წინა თაობის დღესასწაულია მათი სულების სიხარულია და მე მათთან ვხარობ რომელსაც მომეცა ის მადლი რაც მიეცა მათ მომეცა ის სწავლება რაც მიეცა მათ მაგრამ მე აღვასრულებ მას ისე ან ვინარჩუნებ ისე როგორც შეინარჩუნეს მათ აი ამაზე უნდა ვიფიქრო და ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმადლით მიიღწევა და ღვთისმადლი მიეცემა ადამიანს ვინც მას გულს გაუღებს თავისი სინანულით და მომავლის იმედის სიხარული და ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთობით ღვთისადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად ამინ დავით ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ გილოცავთ 12 მოციქულის ხსენების დღეს სვეტიცხოვლობა ოდეის სტუმარი გახდათ ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკი